იანვრის ბოლოს ფშავს ბევრი სტუმარი ეწვია. თოვლში გზას ხალხი პოეტისა და ქვეყნისთვის მებრძოლის მიხა ხელაშვილის საფლავისაკენ მიიკვლევს. მიხა სახელზე ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა პარაკლისი აღავლინა. მერტმა სასუფეველი გამოკეთოს. მის გულიცემა სულგზნობ და როგორც ვიცით, აქ თვითონ მიხა მედავითნეობდა აქ და გაიზარდა ამ ტაძარში, დადიოდა აქ. და რაღაცა ერთად არის ტაძარი და მიხა. 1900 წელს დაბადებული მიხა ტაძარში ჯერ მედავითნე იყო. შემდეგ დიაკვნად მსახურობდა. რუსეთის ბოლშევიკური რეჟიმის მოწინააღმდეგე იერაღასხმული ხელაშვილი ტყეში გაიჭრა. მიხაზე ნადირობა დაიწყეს. ხელაშვილის ხელში ჩაგდება გაძნელდა. ერთხელ 60 მილიციონერი განაიარაღა. ხელისუფლებისაგან დევნილს საკუთარი ერთადერთი ქალიშვილი თამარიც მხოლოდ ურბინდი დაყავდა ნანახი. მიხა მაღაროსკართან ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმს შეუერთდა, მაგრამ საქართველოდან ემიგრაციაში წასულ შეფიცულებს არ გაყვა. ბოლშევიკებმა ხელაშვილის დედა სასტიკად აწამეს. მიხამ დედის სისხლი არ აიღო. 25 წლის მიხა თავისივე დაბადების დღეს მეგობრებმა ღალატით მოკლეს. მოკლული მიხას ხედარი მისმა გამზრდელმა დამ სალომე მალულად ღამით მოიპარა მილიციიდან და თავისივე ხელით გათხრილ საფლავში დამარხა. რაც არის ფშავი კი იცით ვაჟა-ფშაველას გამო. მაგრამ სწორედ იმიტომა დიდი ფშავი რომ ვაჟა-ფშაველას გარდა ყავდა ძალიან დიდი შვილები და დიდი პოეტები. მე ხშირად მიფიქრია რომ შეიძლება კაცმა სტრიქონი ვერ დაწეროს, ფშავში დაიბადოს და იყოს დიდი მწერალი. მე მიხა ხელაშვილი თავისი ბედით, თავისი დაბადების და გარდაცვალებით ერთი თარიღით მიმაჩნია ძალიან დიდ შემოქმედად. მიხამ სამშობლოს გმირობის სახელთან ერთად ბევრი ლექსის დაუტოვა. ჩამოდგა სიჩუმე საუდრო ღრუბლებში, თების სივრცეების მოლა შეგიძლია, ველებს გადაევლეთ, თებში მისრიალით იქ სადაც სოფელი მწვერვალებს შეხიზნია, დაფნები ნატყვიაშობს და უდაფნავე, დიდება მათ სახელს დაფნა და დიდება გმირების უბრალო საფლავებს. მიხა ხელაშვილის ლექსებიც იდევნებოდა და ხალხურდებოდა. ხელაშვილის ხელს ეკუთვნის ლექსო ამოხთქო მოხერო, ბინდისფერია სოფელი. ლექსები ყველა მიცოდა სტროფები, მაგრამ არავინ არ იცოდა ვისი იყო. ლექსო ამოხთქო მოხერო თო რო იქნება უკუდებოდა და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოდ არ რჩებოდე, გიმღერდნენ, ჩემებრ სწორები ფანდურის ხმაზე ყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს, მე კი საფლავში ულპებოდე და თითქოს თავისი სიკვდილი და სიცოცხლე წინასწარმეტყველა. რაც ინატრა სახლო არ დაინგრეოდა, ცოლო არ გათხოვდებოდა, ეს ვერ შეუსრულდა. სახლის დაენგრა, ფუძემდე ცოლის გაუთხოვდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ოცნება აუსრულდა. შენ ჩემო საფლავის კარო შენაც კი აყვავდებოდე და აყვავდა. ჩემო სახელო, ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენაც კი გაქვეყნდებოდე და გაქვეყნდა და აი სწორედ მისი თითქოს მისი დანატოვარივით, მისი სურვილის კვალზე არის მოსული დღეს ეს ხალხი აქ. ჩარგელში 25 იანვარს კურთხევით, ლექსით, სიმღერით, დღეგრძელობით ქართველი ვაჟკაცის მიხა ხელაშვილის დაღუპვიდან 97 და დაბადებიდან 112 წელი აღინიშნა. Indema